სოფელ ვაჩნაძიანში მეღვინეობა ვაინერა გაიხსნა. ღვინის საწარმო და სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით აშენდა. 16 ჰექტარზე გაშენებული არის სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, მათ შორის საფერავი, კაბერნე სოვინიონი, სოვინიონ ბლანი, სირა და მერლო. ქარხანა შეუძლია მიიღოს და გადაამუშავოს 400 ტონაზე მეტი ყურძენი. ადგილზე მუდმივად დასაქმებული არის 15-ზე მეტი თანამშრომელი. სეზონურად კი მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. ახალი ობიექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გახსნა. ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკის სასოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი, ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ჩვენთვის ქართველებისთვის და საქართველოსთვის მეღვინეობა ეს არის ჩვენი კულტურის და უფრო მეტიც ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ახალი ინიციატივები ჩვენთვის არის განსაკუთრებით სასიხარულო და დღეს მიხარია, რომ ჩვენ ამ შესანიშნავი ქარხნის გახსნას ვესწრებით თქვენთან ერთად. ეს არის ჩვენი 8000-ლიანი მემკვიდრეობა, ეს არის ჩვენი წვლილი სოფლიო ცივილიზაციაში და ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. და ვაჩნაძიანში ვხედავთ, რომ ერთმანეთს ერწყმის ჩვენი უძველესი ტრადიციები, მეღვინეობის ტრადიციები და ახალი ტექნოლოგიები და ამისათვის ბატონ გოჩას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავხადო ძველი ტრადიციებით და ევროპული ტექნოლოგიებით შეიქმნება ღვინო ამ ქარხანაში, რაც იქნება ორიენტირებული მსოფლიო სტანდარტებზე და ეს მიდგომა არის მისასალმებელი მეცნიერულ ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა, სწორედ მეცნიერულ ანალიზზე დაფუძნებით შეირჩევა საძირეები, წვეთოვანი სარწყავის სისტემა, მიწისქვეშა მარანი ტემპერატურის კონტროლისთვის. ეს ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს მაქსიმალური ხარისხის მიღწევას. მეღვინეობა ჩვენი სოფლის მეურნეობის უმთავრესი, ყველაზე ტრადიციული და საამაყო დარგია, რომლის ფესვებიც ღრმადაა გადგმული საქართველოს თვითყოფადობის განცდაში. ქართულ სახელმწიფოს, ქართველს ჩვენს შთამომავლობას გადაშენება არ ემუქრება, ვიდრე მის მარნებში ღვინო დაიწურება. ისევე როგორც ღვინოს ჩვენ სამშობლოსაც სჭირდება მოფრთხილება, ზრუნვა, დადინჯება და დამშვიდება. როგორც ღვინო ჩვენი სახელმწიფოებრიობაც უნდა დადუღდეს, ლექი დაიწმინდოს, ჩვეული სითხე გამოდინდეს და დაღვინდეს. ქვეყნის წინსვლა ისე ხელშესახებად არ საჩავს, როგორც ახალ ეკონომიკურ გამარჯვებებში და მიღწევებში, რომელსაც ყველაზე კარგად გრძნობს და აფასებს ჩვენი ხალხი. ქართველებს საამაყო ბევრი გვაქვს, რა თქმა უნდა, მოსახოლის და გასახსენებელიც, მაგრამ ღვინის გარშემო გაერთიანება თითქოს ყველასთვის უპირობო ხდება. ღვინო დღეს ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ამისკენ ნაბიჯ და გააზრებულად თანმიმდევრულად ვიდიოდით. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ვენახების ფართობი რამდენჯერმე არის გაზრდილი. ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი მინიმუმ 5-ჯერ გაიზარდა სამიზნე ბაზრებზე, ხოლო 2024 წელს დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული შემოსავლები, რომლებმაც $9 მილიარდ გადააჭარბეს. ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება ხელშეწყობის პროგრამების სრული სიმძლავრის ამოქმედების შემდეგ. ჩვენ მევენახეობა მეღვინეობის გულში ვართ შეკრებილები კახეთში, გურჯაანის ისტორიულ სოფელ ვაჩნაძიანში. ამ მამულის მასპინძლები ქართულ ვაზსა და ღვინოზე შეყვერებული ხალხია და ამიტომაც თავის მეღვინეობას ვაინერა, ღვინის ერა, ღვინის ეპოქა დაარქვეს. ამ მეღვინეობის წარმატება კერძო ინიციატივისა და ინვესტიციის სახელმწიფოს მხრიდან პროგრამული მხარდაჭერის საშუალო მაგალითია. ჩვენი ამოცანაა, რომ სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები კიდევ უფრო მოქნილი და ორიენტირებული გახდეს ფერმერის და მევენახის საჭიროებებზე.